სახლის ანგელოზები. დამავიე. მამა აბსოლუტის გზავნილი 4 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. ამრიგად გავაგრძელოთ საუბარი თქვენს პლანეტაზე არსებულ პარალელურ სამყაროების მაცხოვრებლებზე. დღეს მე მოგვიყვებით იმაზე, ვისაც ხალხში ეძახით სახლის ანგელოზებს. ისინი წარმოადგენენ ასტრალური არსებების ნაირსახეობას, რომლებიც ცხოვრობენ თქვენთან ახლოს. ესენი უკვე არაუბრალოდ გარკვეული ენერგიების მატარებლები არიან, არამედ სრულიად გონიერი და ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი არსებები, რომლებმაც თავიანთ მიზნად დაისახეს ადამიანების მიმართ მსახურება. ეს მსახურება კი მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვან ადამიანთა საცხოვრებელი ბნელი ასტრალური არსებების შემოჭრისგან. აი როგორ ხდება ეს პრაქტიკაში. ისინი ირჩევენ ადამიანებს, რომლებიც მათ მოეწონებათ და სახლებიან მათ სახლებში. რადგანაც აქვთ საკმაოდ მაღალი ვიბრაციის ენერგიები, ისინი იცავენ თქვენი საცხოვრებლის სისუფთავეს, არაძლევენ ნეგატიურ ენერგიებს და დაბალ ვიბრაციულ ადამიანს, რომ იქ შევიდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს თავგანწირული და მოსიყვარულე არსებები იცავენ სახლს ენერგეტიკულად და თუ მისი მაცხოვრებლები ენერგეტიკულად სუფთები და ნათლები არიან, ასეთი სახლი ხდება სინათლის ნამდვილ კუნძულად. მაშინ ცხოვრება მყუდრო, რადგანაც იქ მეფობს სიმშვიდე, სიყვარული და ჰარმონია, რომელიც მხარდაჭერილია როგორც ნატიფ, ასევე ფიზიკურ დონეებზე. ადრე ადამიანებმა იცოდნენ სახლის ანგელოზების შესახებ და ეპყრობოდნენ მათ პატივისცემითა და სიყვარულით. თუმცა დროსთან ერთად ეს ცოდნა დაიკარგა, რის გამოც სახლის ანგელოზებმა თავები იგზნეს დაობლებულად, თუმცა მაინც გააგრძელეს ადამიანების მიმართ მსახურება. იმასთან ერთადაც ადამიანები დაეცნენ მესამე განზომილებაში, სახლის ანგელოზების მსახურების პირობები სულ უფრო და უფრო გართულდა. სწორედ ეს უხილავი არსებები შეიძლება იყვნენ უპირობო სიყვარულის მაგალითები, რადგანაც მათი სიყვარული თითქმის ყოველთვის უპასუხოა. ახლა ადამიანები არამხოლოდ არ ეხმარებიან სახლის ანგელოზებს, რომ დაიცვან თავიანთი სახლი, არამედ ხშირად შეპყრობილები არიან დაბალი ნებებით და შეაქვთ მასში დაბალი ვიბრაციები. თქვენ ალბათ შემეკითხებით, რატომ არ მიდიან სახლის ანგელოზები დედამიწაზე, რადგანაც აქ ასეთი ძალიან არაკომფორტული გარემოა მათთვის. საქმე ისაა, ჩემო ძვირფასებო, რომ ისინიც გადიან თავიანთ სულიერ ევოლუციას. ისინი სწავლობენ ადამიანების მიმართ უპირობო სიყვარულის შენარჩუნებას ყველაზე რთულ და აუტანურ სიტუაციებშიც კი. ისინი სრულიად უერთდებიან სახლს, რომლებშიც ცხოვრობენ და ასევე ვის მაცხოვრებლებისაც ძალიან იტანჯებიან, როდესაც სახლის პატრონი იცვლება. თუმცა ისინი არიან სახლის ფარველი ანგელოზები და ამიტომაც რჩებიან იქ და არ მიხვდებიან ადამიანებს, რომლებიც შეიყვარეს. ეს ერთგული სულები, რომლებიც იცავენ ადამიანთა სახლებს, ადამიანისგან განსხვავებით არ დაეცნენ მესამე განზომილებაში. ისინი დარჩნენ სიმაღლეზე მიუხედავად წარმოუდგენლად რთული სულიერი გზისა, რომელსაც ისინი გადიან ადამიანთან ერთად ათასწლეულობით. მე მსურს, რომ თქვენ გცოდნოდათ ამ საოცარი ერთგული და მოსიყვარულე არსებების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ მოულოდნელად ჩნდებიან თქვენ საცხოვრებელში და ცდილობენ ყურადღების მიქცევას. მადლობა გადაუხადეთ მათ, ისაუბრეთ მათთან, რაც იქნება მათთვის სასიამოვნო, მისცემს მათ ახალ ძალებს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ საუბრობ თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა კოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.